ხოლო ფიქრობ, ჩემი ჩანგის ზეშთა გონება. აი ეს როდის ყავსანი შენ რომ გიძღვენი. მას შენი ხელის სიტყვა ახლავს. შენი ამბავი. პატიოსანო სიტყვავ ჩემო, ქართულო სიტყვავ. არა ლოცვისთვის გაჩენილო, არამედ ძლავრი დედამიწის სიყვარულის გამოსათქმელო. არ დამიდაბლდე, არ დაჩუუნდე, არ დაიღალო. ენავ ქართულო, ჩემო ხმალო, ჩემო გვირგვინო, ჩემო დღეღამო, ჩემო სისხლო, ჩემო სიმღერო. სადა გულში ჩაიკრას მთელი სამყარო. წერდა იტალიური რენესანსის უდიდესი ლირიკოსი პეტრარკა. რენესანსული პიროვნებანი იტალიაშიც და საქართველოშიც თავს თვლიდნენ არა როგორც ღვთის მონად, არამედ მის მსახურად რაინდად. ამით სულაც არ ადგება ჭრდილი ჩემი გვირების რწმენას. დაუკვირდი, ავთანდილი თითქოს უფრო სრულყოფილია, ვიდრე შემოქმედი ყოვლისა ტანისა. იგი თავად იქცა ბედის ვარსკვლავად. ნუ თუ არ არის იგი ტარიელისთვის ღვთიური განგება, მეტიც წყალობაა ღვთისაი. ეაჯებოდა გულწასულს, ცხენზე ეკდომას, იცოდა ცხენზე ამხედრება, კაიშანს გაუქარვებდა დაბნედილს, თავს რა დამნებო ეუბნებოდა. იქნებ ავთანდილის ღვთისთვის არც ყურნალი ყოფილიყო და არც დასტაქარი, თუმცა ტარიელისთვის იგი ყველაფერი იყო. მათ შორის ვიღაცამ გააბა უხილავი ძაფი, უცა შესაყრელად.